დემოკრატიულობა არც ერთი ქვეყანა მოდი დავანებოთ პატარა ქვეყნებს თავი. დღეს მსოფლიო ისტორია რომ სახელმწიფოსაც იცნობს არც ერთი არ დაგაბადებულა დემოკრატიული კანონებით. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში დღემდე წერია რომ მის პრეზიდენტს ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ 538 ამომრჩეველი, არა 330 მილიონი კაცი, 538 და პირველი ათწლეულების განმავლობაში მართლა 100 ადამიანი ირჩევდა ამერიკის პრეზიდენტს და არა ქვედაფენები. და ეხლა ორსაფეხურია მოგახსენებათ, ხო ამომრჩევლებს უნდა მისცენ ხმა ერთობლივად იმას, ვისაც შტატი დაუჭერს და იყო ფლორიდაში ბუშის არჩევნების დროს, როდესაც ანულირება მოახდინეს და ხელახლა ჩაატარეს. დღესაც კი ამერიკაში. რა შეეხება ბრიტანეთს, რომელ დემოკრატიაზე ბრიტანეთი მოვიდა, ისე გახდა ბრიტანეთი, რომ მე-20 საუკუნემდე ლორდთა პალატას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე თემთა პალატას. და თემთა პალატაში პირველად ბრიტანეთის ისტორიაში საყოველთაო არჩევნები რეალურად 1945-ში ჩატარდა. პირველად საფრანგეთის ისტორიაში საყოველთაო არჩევნები 1948 წელს ჩატარდა. ხოლო საქართველოში საყოველთაო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები, როცა ყველა ადამიანს ერთი ხმა ჰქონდა და ქალები არათუ ამომრჩევლები გახდნენ, არამედ პარლამენტის წევრებად აირჩიეს 19 წელს ჩატარდა. 19 წლის 12 მარტს შეიკრიბა პარლამენტი 5 მანდილოსა ნიშნდა. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხოდო 22 წლიდან შემოდის ეს. ქალებს არ ჰქონდათ საარჩევნო. ლეკვილობის ისტორია ჩვეულის ქონდა კიდე და ეს მოდის ხო? თეს ევროპაში ყველაზე ადრე რეალურად საარჩევნო ხელისუფლება მანდილოსებმა საქართველოში მიიღეს. ესე იგი ჩვენ დემოკრატიის ხარისხით გადავასწარით მთელ მსოფლიოს და ამ დროს საპირისპირო სურათი გვაქვს. არც ვინმე დამისახელოს მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფო, მე არ ვამბობ სუსტ და პატარა ქვეყნებზე. ვინმე დამისახელოს რომელიმე ძლიერი სახელმწიფო დაწყებულა დიდი შვიდეულის წევრებით დღეს, რომელიც დემოკრატიული კანონებით გახდა ძლიერი და არ დაფუძნებულა სამხედრო ძალაზე დაფუძნებით და მე გავჩერდები. ამერიკის შეერთებული შტატებიც ვაშინგტონმა გააკეთა, დიდი ბრიტანეთიც გააკეთა, რა ქვია, იმ კრომველის მერე კონტრრევოლუციურმა ძალებმა. საფრანგეთი ყველამ კარგად ვიცით როგორც გამოვიდა და ნაპოლეონი იყო, რომელმაც გაარღვია ყველაფერი და საბოლოო ჯამში სტიმული მისცა, ბისმარკი გერმანიის შემთხვევაში და შემდეგ პოსტ-ჰიტლერულ გერმანიას უყურებთ. სხვათა შორის კანადა დღემდე უკაცრავა და ჩარლზია კანადის მეფე და კოლონია იყო საერთოდაც და იაპონიაში გასაგებია ლეო რაუცელი მეიძი, მაგრამ დღემდე ფაქტობრივად ღვთაებად ყავთ იმპერატორი. ავსტრალიაზე. იცით რა, არა, რას ვიძახი, დიდ შვიდეულზე მაქვს საუბარი. და რუსეთზე ხო აღარ არის შემდეგიდან ჩინეთზე ლაპარაკი. დამისახელეთ, აი დამისახელოს ვინმე, რომ საყოველთაო დემოკრატიით შეიქმნა დიდი იმპერია. არ არსებობს ესეთი. და დიდი სახელმწიფო, არა თუ პატარა.